მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტიკული თემა დღევანდელ საქართველოში, მაგრამ მინდა შეუერთდე ელენეს წინა სიტყვაობას, რაც თქვა, იმიტომ რომ მაინც პრიორიტეტი ჩვენ უმძიმეს თემაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების განათლებას, მაგრამ დღეს ქვეყანაში არიან მშობლები, რომლებიც წამალს ითხოვენ საკუთარი შვილებისთვის და მინდა ჩვენი აბსოლუტური სოლიდარობა გამოხატო. მე ვიქნებოდი ბუნებრივია მათ გვერდზე, დღეს ხე გადაცემაში ვიყავი მოსასვლელი და მოვედი, მაგრამ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს ბოლომდე ბუნებრივია ვიქნებით მათ გვერდზე და აუცილებლად მიზანს მივაღწევთ ამ ბავშვებს ეკნებათ წამლები. ეს რაც იყო ყველაზე მთავარი ჩემი აზრით დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული უმთავრესი. რაც შეეხება ჩვენ სასაუბრო თემას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აქ მთავარი პრობლემა არის უპასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ეხლა ელენე საუბრობდა, რომ 25 მარტის შემდეგ მიმდინარეობს ეს პროტესტი, განსაკუთრებით მძიმე არის ის ამბავი, რომ 4 წლის განმავლობაში ეს ბავშვები არიან მოსწავლეები, მიმკედლებელ სკოლაში და ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას. ჩვენ საზოგადოებას უნდა აუხსნათ, რომ აქ იგულისხმება ის, რომ ბავშვები სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით. ისინი სწავლობენ მეორე ან მესამე ცვლაში. აქ საუბარია 30 ან 35 წუთიან გაკვეთილებზე. ბუნებრივია ისინი ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას, კარგავენ უამრავ დროს გზაში. შესაბამისად, რადგან სწავლობენ მეორე და მესამე ცვლაში, რომ ბრუნდებიან, ბუნებრივია ვერ დადიან სპორტზე, ვერ სწავლობენ უცხო ენებს. ანუ არასრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ეს მოსწავლეები უკვე წლების განმავლობაში. და ესეთი სკოლა არის დღეს მე დავთვალე, 42 სკოლა არის დღეს კიდევ თბილისში, სადაც ეს პროცესი მიმდინარეობს და აქ უამრავ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთ-ერთი საკითხი ახლა რადგან საუბრობდა ელენა, მინდა რომ თქვენც ეს კითხვები დასვით ამ საკითხს მიუბრუნდე, აი ტრანსპორტირების საკითხს, ხო? უყურეთ რა ხდება. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ეს პრობლემა არის საქართველოში და თბილისში, ხო? ერთადერთი კომპანია ემსახურება ამ სკოლებს, არანაირი კონკურენცია არ არსებობს, აი წარმოიდგინეთ, პრეტენდენტიც არ შედის ტენდერში, არის ერთ-ერთი კომპანია Time Service, შპს. მე წინასწარმეტყველური უნარებით არ ვარ დაჯილდოვებული, მაგრამ ბევრჯერ ვთქვი, რომ ამ ტენდერსაც ახლა რომელიც გამოცხადდა, კვლავ ეს შპს მოიგებს. მარტო ერთი სემესტრის მომსახურება, ახლა რაც დავთვალე, 4 მილიონ ლარამდე არის. გამოცხადდა ტენდერი 3 მილიონ თუ სწორად მახსოვს 754,759 ლარზე, მინდა გავიმეორო, 3 მილიონ 754,759 ლარზე და რას ფიქრობთ, კომპანიამ რა თანხა დაწერა, რა თანხად მიიღებს მონაწილეობა. ზუსტად იგივე თანხა. არც ერთი ლარი არ დაიზოგა. ანუ ხვდებით, ხო წლების განმავლობაში იფლანგება ეს თანხები და რატო ხმარობ ამ სიტყვას და არ არის ეს უტრირება. იფლანგება, იმიტომ რომ ახლა მე-14 საჯარო სკოლაში როცა მიმდინარეობს ეს პროტესტი, ბატონები ინფრასტრუქტურის მინისტრი და განათლების მინისტრი მიბრძანდნენ მე-10 საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად. და ეს მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ახლა ქვია მიმდინარე, ხო? 2024 წელს უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო ამ სკოლის მშენებლობა. ანუ ხვდებით, ხო? 2024 წელს უკვე მათივე გამოცხადებული ტენდერით, მათივე გაფორმებული ხელშეკრულებით უნდა დასრულებული იყო 2 წლის წინ და ახლა მივიდნენ ყოფნით უტიფრობა ქვია ამას. მივიდნენ დადგნენ შთაგონებული სახეებით, ამუნიციით, რა ვიცი, გზაგადაკეტეს ლამის იმდენი მანქანებით და დადეს რა თქმა უნდა სურათები როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, ისე ინფრასტრუქტურის, რომ აი მუშაობენ და მივიდნენ დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები იმ სკოლის, რომელიც სკოლაში სასწავლო პროცესი უნდა უკვე მიმდინარეობდეს. ხო ხდებით, ხო? და ესე იგი ვიღაცის არაკეთილსინდისიერებას, არაკომპეტენტურობას, უპასუხისმგებლობას, არაანგარიშვალდებულებას ეხლა ეწირება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რომელ თანხებსაც ეხლა ითხოვენ ეს მშობლები საკუთარი შვილებისთვის, წამლისთვის და ვიღაცას რომ უნდა დაესრულებინა სკოლის მშენებლობა 2024 და 2025 წელს და ეხლა რომ იფლანგება თანხა ამ ტრანსპორტირებაში, მე ეს ტრანსპორტირების თანხების დავთვალე. უკვე 50 მილიონს რო გადავსვდი, შევწყვიტე. ანუ წარმოიდგინეთ, ხო 50 მილიონი ლარი იხარჯება იმაში, როცა 50 მილიონ ლარად რამდენ სკოლას ააშენებდნენ, ხო? დამატებით, ეხლა თუნდაც მე-14 საჯარო სკოლა რო ავიღოთ. მე-14 საჯარო სკოლის ბავშვების მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე თავიდან იხარჯებოდა სადღაც 700 და 800,000 ლარი. ეხლა აღარ იხარჯება, იმიტომ რომ გაილია სკოლა. 2500 მოსწავლიდან ჩამოვიდნენ 500 მოსწავლეზე. იმიტომ რომ ეხლა უყურეთ როგორი ამბავია. მე არ მინდა ეხლა რომ მშობლები რაღაცა უფრო ფსიქოლოგიურად დავტვირთო, მაგრამ მეც მშობელი ვარ, თქვენ ეს კითხვა დამისვით. ჩემი სამივე შვილი მე შევძელი რაღაცნაირად, მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრებიც, რომლებიც სამწუხაროდ იმიტომ ვიძახი, რომ ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. ემიგრანტები არიან, ჩემი ძმაც და ჩემი დაც არიან ემიგრანტები და იქიდან მეხმარებიან და შევძელი
რომ ჩემი შვილები მარშრუტკებით ესე წლიდან წლამდე არ ეტარებინათ, მაგრამ რამდენ მშობელს არ აქვს მაგის შესაძლებლობა. რამდენმა მშობელმა ვერ, მაგრამ მე რა ვერ მოვახერხე უყურეთ, მინდოდა რომ სამივე შვილი მიმეყვანა ერთსა და იმავე სკოლაში, იმიტომ რომ მარტივია ლოჯისტიკა, წავიყვანდი სამივე. ეხლა სამივე შვილი დადის თბილისის სხვადასხვა სკოლაში, იმიტომ რომ ვერ დაარეგისტრებ, აი თქვენ თქვით ხო, რომ ვერ მინდოდა მიმეყვანა ერთ სკოლაში და ვერ მივიყვანა, იმიტომ რომ ადგილები არ არის. ტოტალური უკმარისობა არის თბილისში სკოლების და ამის ფონზე, როცა სკოლები არ არის, აგერ მე-14 საჯარო სკოლა მიწასთან არის გასწორებული, 113 საჯარო სკოლა, მე-10 საჯარო სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მე-11 საჯარო სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, მე-4 საჯარო სკოლაში და ამის ფონზე, როცა სკოლის შენობები ვერ შენდება და სკოლის შენობებს ვერ აშენებენ და ბავშვებს საჭმელი შეათ, ხო, ვიცით ხო, ყველა 75% მთელი დღის განმავლობაში ვერ იკვებება. მოსწავლეების მესამედი ვერ იკვებება და ეხლა მოიგონეს ახალი ბუტაფორიული რაღაც, რომ სასკოლო ფორმები უნდა შემოიტანონ და ესეც რის ხარჯზე. აქაც რამხელა ცინიზმი არის. თუ სახელმწიფოს გაქვს ეს პროგრამა და შემოგაქვს ეს ინიციატივა. კეთილი უნდა ინებოდა, ის უნდა მოახერხო, რომ შენ უნდა შეიძინო ეს ფორმები, ხო? როგორ შეიძლება? ნათქვამი რომ თქვა აი სოციალურად დაუცველებისთვის იქნებოდა რაღაც ესეც პრობლემაა, რატოა იცი პრობლემა? ეს შემოაქვს თითქოს თანასწორობის ღირებულებებს უჭერენ ხაზ და თანასწორობის პრინციპებს, მაგრამ უყურეთ, იქნებ იმოჯახს იმ ბავშვს, ხო, სიამაყეა, თავმოყარეობის გზნობა. შეიძლება საერთოდ არ უნდოდეს, რომ მისმა თანაკლასელმა იცოდეს, რომ სოციალურ შემწეობაზე არის დამოკიდებული. აქ ხო ღირსებასთან აქვს საქმე. ძალიან ბევრი ისეთი შრი არის, რომელსაც ადამიანური შრეები არის. მე, რა თქმა უნდა, ამით სტატუსების მიხედვით ღმერთმა დამიფროს ადამიანები რომ გამოსხოვო, მაგრამ მე ჩემი ცხოვრებიდან ვიტყვი, მერიდებოდა რომ რაღაცა კომფორტული სახლი არ მქონდა და ჩემი კლასელების მიყვანა არ შემეძლო სახში. ხო, ჩვეულებრივი ადამიანური მომენტებია და შენ რატო უნდა ჩააყენო მოსწავლე იძულებით ისეთ მდგომარეობაში, რომ მისმა თანაკლასელებმა გაიგონო სოციალურად დაუცველია თუ სოციალურ შემწეობას იღებს თუ იქნებ არ უნდა ამბავს საერთოდ ამის გაგება რატო უნდა ჩააყენო ამ მდგომარეობაში. სხვადასხვა როდესაც გადაცემას ვაკეთებდი სწორედ სასკოლო კვებასთან დაკავშირებით, იქ სწორედ ეს მომენტი იყო, ბავშვები ამბობდნენ თვითონ რომ მე მერიდებოდა ჩემი ლანჩბოქსის ამოღება და ჭამა, იმიტომ რომ ხედავდი რომ ჩემს მეგობარს თქვა გვერდზე მერხზე არ ქონდა იგივე საშუალება. ანუ აქ თუ ადამიანი რა თქმა უნდა ნორმალურია და ნორმალურ ოჯახში იზრდება, ბუნებრივია მასაც არა მხოლოდ სოციალურად დაუცველის პრობლემა ხდება, ეს ხდება ყველა ნორმალური ადამიანის ბავშვის, რომელიც ხედავს რომ მის გვერდით ადამიანს არ აქვს. სულ ერთიანადებას დავამატებ თუ შეიძლება. მე დაგიბრუნდებით ნიკა უცებ ჯერ დაასრულეთ ამ თემას მინდა რომ დავამატო. თანასწორობის პრინციპებს თუ უჭერენ ხაზ და ეს თუ უნდა საკუთარი შვილები ჯერ მე ყველა ბავშვს უსურვებ ბედნიერებას, წარმატებას, ბუნებრივია, ორი აზრი არ არსებობს. ჯერ საკუთარი შვილები გამოიყვანონ კერძო სკოლებიდან და საჯარო სკოლებში მიიყვანონ, ჯერ ამით დაიცვან თანასწორობის პრინციპები და შემდეგ ფორმით და ასეთი ზედაპირული ამბები. თქვენ ახლა რა ჩამოთვალეთ, ეს არის აისბერგის წვერი. ეს არის ის მიზერული ინფორმაცია, ამის მიღმა არის უამრავი დარღვევა. თავარი პრობლემა არის ის, რომ ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ არსი რო გავიგოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. თავარი პრობლემა არის, რომ სახელმწიფო არის მოშლილი, სისტემურად არის მოშლილი, ინსტიტუციური რღვევა არის. შესაბამისად არ არსებობს ანგარიშვალდებულობა, პასუხისგებლობა ხალხის მიმართ. დღეს უსმენდი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს თუ არ ვწდები, ან განათლების მინისტრის მოადგილე იყო, ხო? უკვე უსახო გახდა ეს ხალხი, აი აღარც იცი ვინ ლაპარაკობს, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განათლების მინისტრი რამდენჯერ შეიცვალა, ალბათ ვერ დაიცვლით, უამრავჯერ. ამის გამო არ გააჩნიათ სტრატეგია, გრძელვადიანი სტრატეგია, გეგმა არ გააჩნიათ, როგორც უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს ადამიანების გადაწყვეტილების მიმღები არ არიან. ქვიათ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებები არ არიან, უუნაროები არიან, უფლებოები არიან, ხო? საუბრობს ახლა რომ მოსახლეობასთან, მშობლებთან ქონდაო კონტაქტიო ეს მინისტრის მოადგილე, როცა ორი კვირაა იქ დგავარ, მე თვითონ იქ ვარ, ყოველდღიურად იქ ვარ. მე უფრო ხშირად ვარ, იქ ხო შეიძლება, ხო? უკვე 3 კვირა და არც ერთი პასუხისმგებელი უწყების, არც ერთი პირი იქ მოსული მე არ მინახავს. არ მოსულა, ანუ იტყუება პირდაპირ ეთერში, რო არის კომუნიკაცია, მაგრამ ესეც რო იყოს ორი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი რო არის შეწყვეტილი და ბავშვები მიმკედლებელ სკოლაშიც რო არ დადიან. აი ამას როგორ უნდა ეგუებოდე, დილით როგორ უნდა იღვიძებდე, როგორ უნდა საუზმობდე, შენს კაბინეტში როგორ უნდა იჯდე, როცა იცი რომ 500-ზე მეტი მოსწავლე არ დადის სკოლაში. ხო, მაგრამ ამას ეგუებიან. ეხლა რაც შეეხება ამ კორუფციულ ფაქტებს, არაერთი ესეთი შემთხვევა არის. თქვენ ეხლა რაც ჩამოთვალეთ, იგი ისევ იგივე უწყება აკეთებს ამ ტენდერებს. ხო, მუნიციპალური განვითარების ფონდი იყო, რომელმაც აი დაიწყე, გამოაცხადებდა ტენდერს, დაიწყებდა ერთი კომპანია, გათხრიდა საძირკველს
მე დაანებებდა თავს, მე ხელმეორედ ცხადდებოდა ეს ტენდერები. ტენდერების მომგები კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა არის ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველი. ეს კომპანიები არიან დაახლოებული ხელისუფლებასთან, ხელისუფლების სათავეებთან, შესაბამისად მათ ბევრი რამე ეპატიებათ, არ მოეთხოვებათ პასუხი შესაბამისად და მიშვებულია საერთოდ ეს პროცესი. როგორ შეიძლება, ეხლა მე-15 საჯარო სკოლაზე რახან ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებ, ეს სკოლა 4 წელია დანგრეულია, ამ სკოლის დანგრევის 2 წლის შემდეგ დაიწყეს გვერდზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და დღეს მგონი 28 სართულზე არიან ასულები. ანუ თუ აქვს დეველოპერული ინტერესები, თუ აქვს კომერციული ინტერესები, მრავალსართულიან კორპუსებს აშენებენ 1 და 2 წელიწადში და 3 სართულიანი სკოლები ვერ ააშენეს, იგივე მე-10 საჯარო სკოლა მე-7 წელი არის თუ მე-6 წელი, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, ხო? ეხლა უყურეთ რა ხდება. განათლების სამინისტრო იყო კომპეტენტური, ანუ განათლების სამინისტროს ჰქონდა ქვესაუწყებო ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყო მეცნიერებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ერქვა. ვერ გაართვა თავი, ეხლა ეს საერთოდ დეაქტივაცია გაუკეთეს და ეხლა უკვე არც იძებნება. ხო, სკოლების საქმეს ეხლა უკვე 4 ინსტიტუცია კურირებს. ერთი არის განათლების სამინისტრო, მეორე არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მესამე არის მერია, მეოთხე არის გამგეობა და მშობელმა უკვე აღარ იცის ვის უნდა მიმართოს, ერთს რომ მიწერ წელს გეუბნება რომ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, იმას მიწერე, ამას მიწერე და აი ესე მართლა ელენემ როგორც თქვა, წყილი და ჭიანჭველაში აცხოვრებენ წლების განმავლობაში ამ საზოგადოებას და მარტო ეხლა მე ტრანსპორტირებაზე რაც ვილაპარაკე, ერთი კომპანია რო არის, მარტო და არანაირი კონკურენცია რო არ არსებობს, არანაირი. მე ამ იმაშიც კომპანიაშიც კაცმა არ იცის ვინ არის დასაქმებული, ხო? დასაქმებული არიან ძირითადად მათი კოორდინატორები, აგიტატორები და აი ესე პარტიული რაღაცა ორგანიზაცია შექმნეს და ამ ორგანიზაციას აჭმევენ საკვებს, იღებენ აქედან მილიონებს, ამ უპასუხისმგებლობაზე, ხალხის წინაშე არ ანგარიშვალდებულებაზე კიდე არავინ არ აგებს პასუხს. თქვენ რას თქვით, ეხლა მე რა ვიცი დაჭერა ცხოვრებაში არ გამიხარდება, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. მან დრო რეალური გამოძიება შევიდეს. რეალური საქმე რო დაიწყოს გამოძიების, ხო? თუმცა აუდიტი წერს ამას. ეს მონაცემები ხო არსებობს? კი ბატონო, მაგრამ ამის მიღმა ისევ იგივე ხალხია, ისევ იგივე კომპანიები არიან, ისევ იგივე ხალხი აწარმოებს შეუცვლიან სახეს და ისევ იგივე პროცესი მიმდინარეობს. არაფერი არ იცვლება ამით, იმიტომ რომ არ არის სახელმწიფო სისტემური პოლიტიკა, არ არის სტრატეგია განათლების ქვეყანაში და აქედან მომდინარეობს. ეხლა ეს განათლების მინისტრიც არ ვიცი დღეს არის, ხვალ აღარ იქნება. მე შეიძლება შემდეგი მინისტრი რომ მოვა, იმას ფორმები აღარ მოუნდეს. აი ქაოტურია აბსოლუტურად ყველაფერი, არის ჩაძირული კორუფციაში და ამას თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, ძალიან კარგი იქნება. აგერ მე-10 საჯარო სკოლაზე ვსაუბრობდით, 7-ჯერ თუ 8-ჯერ გადადეს ამ სკოლის სამუშაოების დასრულება. თუ ავსვები მილიონამდე ლარი დაუმატეს. ანუ ტენდერი ცხადდება, თქვათ რაღაცა X თანხაზე. ეს კომპანია იგებს, შედის არაკეთილსინდისიერი კომპანია შესაძლოა და შემდეგ უმატებენ უკვე ამ თანხებს მილიონები შემდეგ ემატება. ანუ ის კომპანიები, ვისაც კეთილსინდისიერება აქვს, ვისაც კომპეტენცია აქვს, ხვდება რომ ამ თანხით ამას ვერ გააკეთებს. ანუ ამას არ ეყოფა თავისი დრო ააშენოს იმ 2 წელიწადში და 3 წელიწადში, ამაში უნდა ჩადოს რესურსი და არ ეყოფა ის თანხა რაც გამოცხადებულია, ხო? მაგრამ ვინც მერე შედის უკვე და ვინც იგებს, იმას წინასწარ აქვს სავარაუდოდ უკვე დათქმა მიცემული რომ შენ მოგიმატებ, მოდი, აიღე და აი ესე საკუთარ პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარე სკოლებიც, რა ვიცი, სასადილოებიც, ბაღებიც, აი აღარ ვიცი უკვე რაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ სადაც გაიხედავ, ყველგან კორუფცია. აი ამ თემასთან კავშირში არ არის, უბრალოდ კორუფციაზე რადგან ვსაუბრობთ, მინდა ამაზეც თქვა ორიოდე სიტყვა, ეხლა უფასო სასადილოებში რომ ამოვარდა რომ 3,5 მილიონი ლარი მოიპარეს. მივიწერე ოფიციალური წერილი თბილისის მერიას, მივიწერე კახა კალაძეს, მივიწერე შიდა აუდიტის სამსახურს, რომ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში 3,5 მილიონი ამ ლარი და 70-დან როგორ უნდა მოიპარო, აი რამდენი ხანი უნდა იპარო, რომ 3,5 მილიონზე ახვიდე, ხო? ხო და პასუხი რა მივიღე? წლების განმავლობაშიო ტარდებოდაო ეს ინსპექტირებებიო. აი დამიჯერეთ ეგეთი პასუხი, აი ძალიან არასერიოზული და უბრალოდ დაასკვნებს და ანგარიშებს არ ვამზადებდითო. აი უბრალოდ რაღაცა შემოწმებებზე მივდიოდითო. და 3,5 მილიონი მოპარეს უფასო სასადილოებს, ბაღებზე გახსოვთ ხო თქვენ? ბაღებიდან მოპარული ფული, სკოლებიდან მოპარული ფული და აგერ ეხლა კიდე დაუბრუნდები იმ საკითხს, იმიტომ რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა გავიდეთ შედეგამდე და წამალი არ აქვს ბავშვებს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზეა საუბარი. აი ამ მდგომარეობაში ვარ და საზოგადოება მართლა უნდა გამოფხიზდეს, ეხლა ისაუბრეს აქ რომ ხალხშია ძალა და რაღაცნაირად ეს ამ სპირალიდან თუ არ გამოვედით, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა ვერ იქნება კონკურენტული, როგორც შიდა
პროცესში საზღვარგარეთ საერთოდ ვერ ვიქნებით კონკურენტული და ჩავრჩებით ალბათ შუა საუკუნეებში და ვიქნებით მომსახურე პერსონალი განვითარებული ერების. აი ამ მდგომარეობამდე მივართ, თუ საზოგადოება მართლა რეალურად ერთხელ და სამუდამოდ არ გამოიღვიძა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქვე მე-14 საჯარო სკოლის მშობლებს, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში არ წყვეტენ ამ პროტესტს და ითხოვენ საკუთარი შვილებისთვის და მინდა რომ აქცენტირებულად გავიმეორო მათი მოთხოვნა. რა არის მათი მოთხოვნა? გამოყავით ალტერნატიული ფართი, სადაც შეძლებენ მოსწავლეები პირველ ცვლაში სწავლას, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ 4 წელში დანგრეული და გაფუჭებული 4 დღეში ვერ გამოსწორდება. ეგ სკოლა მინიმუმ 4-5 წელი მანდ ვერ აშენდება, შესაბამისად იმ სკოლებში, სადაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, კეთილი ინებონ ამ თანხების ფლანგვას, მოძებნონ ყველა სკოლისთვის ალტერნატიული ფართი, რომ მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა ისწავლონ პირველ ცვლაში და ბავშვებმა, მოსწავლეებმა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით. საკუთარი შვილები ხო დაყავთ კერძო სკოლებში? ხო არიან კარგად ამ გამოწვევების წინაშე ხო არ დგანან და ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს?